ქუთაისის შემდეგ ბათუმი ოპოზიციური ალიანსის შეხვედრა ამჯერად აჭარაში გაიმართა, მედიას გადაღების უფლება არც აქ მისცეს. გასულ შეხვედრებში არ მონაწილეობს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ფედერალისტების ლიდერმა ისევ გააკრიტიკა. ის რაც ოპოზიციისთვის გასვლა, მმართველი გუნდისთვის მცირე რიცხოვან მხარდამჭერებთან სალონური საუბრებია. მეგინარ სავიძე კი ამბობთ. Adit ეხა გარეთ, ლაივში გაშვება რო გვინდოდეს შეხვედრის, ხო ჩემითაც ვიზამ, ნახე რა კაი ტელეფონი მაქვს. მიდი, მე გეხვეწები შეიძლება. ესეთი ქაჯების ნახმია რა. Adit მართლა მასხრები ხარ? თუნდაც საქართველოში გავმართავთ შეხვედრებს იმისთვის, რომ ამოგძირკოთ თქვენ. ჯერ მხოლოდ მეორე რეგიონში ჩასული ალიანსის წევრები ერთმანეთისა და შეხვედრებზე მისული მოქალაქეების ნაწილის გარდა მედიასაც უპირისპირდებიან. შეურაცხყოფას აყენებენ და დარბაზს ატოვებინებენ. სკამების რაოდენობით ირკვევა, რომ 9 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება ბათუმში მხოლოდ 60 ადამიანს ელოდებოდა. შეხვედრებს არ ესწრება ალიანსის წევრი ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც სხვა პოლიტიკური ძალების სააკაშვილის ფაქტორის გამო უპირისპირდებიან. მე რა ვიცი, ნაცების თავს რა ხდება, თვითონ არიციან თავის თავს რა ხდება. ვიდრე ალიანსი იმას არკვევს, რამდენი ათეული სკამის შევსება მოხერხდება მათ ღონისძიებაზე და რამდენი დარჩება ცარიელი. გაერთიანებაში ჩაწერილი ნაციონალური მოძრაობა საკუთარი დღის წესრიგით ალიანსს მიღმა მოქმედებს. ვაპირებთ ბუკლეტების დარიგებას. ბათუმის შეხვედრამდე თამარ ჩერგოლეიშვილმა მადლობა გადაუხადა ქუთაისში ალიანსთან შესახვედრად მისულ ადამიანებს. მათ, ვინც დარბაზში დატოვეს და არ გაუგდიათ. შერჩევითი მიდგომით დარბაზი ერთ-ერთ მოქალაქეს შეხვედრის დაწყებისთანავე დაატოვებინეს. ხოთში პროპაგანდისტი ყავდათ ჩამოყვანილი. გავაძევეთ რასაკვირველი, დიდი სიამოვნება მივიღეთ თანამედროვე. მადლობასთან ერთად ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში ალიანსში არსებული დაპირისპირება განაგრძო, რომელიც ისევ და ისევ სააკაშვილის საკითხს უკავშირდება. მას აქტივისტების ნაწილი უპირისპირდება. დიდი მადლობა ყველას, ვინც გუშინ ქუთაისის შეხვედრაზე მოვიდა. 1-2 მიშისტი იყო, რომელიც ფრუსტრირებულია იმ შიშველი ფაქტით, რომ მათი ლიდერი ჩვენი ლიდერი არაა. ხალხი ვერ შეკრიბე, კითხვას ვერ პასუხობ. ამ ფონზე გაქვს ამბიცია, რომ დაამარცხო ბიძინა ივანიშვილი. მართლა საინტერესო სტრატეგია ოპოზიციის მხარდამჭერებს გაუმართო ისტერიკა და ასე უნდა შეიცვალოს ქვეყანა. იმის გათვალისწინებით, რითაც გაერთიანებაში მყოფმა პოლიტიკოსებმა საზოგადოებას თავი ჯერ ხელისუფლებიდან, ხოლო შემდეგ ოპოზიციიდან დაამახსოვრეს, სახელისუფლებო გუნდს არ უკვირს, რომ ისინი ხალხთან თავისუფლად მისვლას ვერ ახერხებენ. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, მათ შორის არ აქვთ ხალხთან ურთიერთობის რესურსი. ეს არის საერთო მდგომარეობა, რაც არის შექმნილი რადიკალურ ოპოზიციაში. თვითონ მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი, ხო, იმ 9 წლიანი წარსულით, რომელიც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. სიკეთე არაფერი გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, ბოროტება ბევრი გააკეთეს. შესაბამისად, საზოგადოებამდე მისასვლელი პირი მათ მონებრივი არ აქვს. ის, რასაც ოპოზიცია ხალხში გასვლას უწოდებს მმართველი გუნდისთვის სალონური შეხვედრებია, იმ პოლიტიკოსების საუბრები მცირე რიცხოვან მხარდამჭერებთან, რომელთათვისაც ქვეყნის სუვერენიტეტი პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ეს არის სალონური საუბრები, რომლებიც მათ აქვთ ხოლმე ბრიუსელიდან და სხვა ქალაქებიდან, ასე ვთქვათ, როგორც სტილი ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ მათ არ ესმით, რას ნიშნავს საქართველო, ქართველი ხალხი, ხალხთან ურთიერთობა. გონიათ, რომ ერთშიც თუ ორ თქვილ სიტყვას ეტყვით, ეს არის მათთვის ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარი, არა და პირიქით არის. საქართველოს დიდი ხანია უარი თქვა სატელიტობაზე, დიდი ხანია უარი თქვა ვასალობაზე, როდესაც საბჭოთა კავშირს ჩვენ არა დაშლის შედეგად, არამედ ჩვენი გაცნობიერებული გადაწყვეტილებით დავტოვეთ, ვასალობაში ვერავინ ვერ მიგვაბუდეს. ის არ ემყარება იმ ძირითად საძირკოს და საფუძველს, რის გამოც ერთიანდებიან, ის არ ემსახურება იმ ღირებულებით ჩარჩოს, რაც არის პირველ რიგში ხალხის მსახურება და სწორედ ამიტომ მას რა თქმა უნდა იმ დაშლის პერსპექტივა აქვს, რასაც ჩვენ პერიოდულად ვხედავთ ხოლმე. ოპოზიცია მოქალაქეებს შეხვედრებზე დასწრებისთვის აპლიკაციის შევსებას სთხოვს, ღონისძიებას არასასურველი მედიისგან მალავს. მოქალაქეებს დარბაზებში შერჩევითი მიდგომით უშვებს. კადრებს კი მხოლოდ ოპოზიციისთვის სასურველ მედიას აღებინებენ.